საღამომშვიდობით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ყველას ჩვენო ერთგულო ტელემაყურებლებო. სულ რაღაც ერთი კვირის განშორების შემდეგ აი ისევ შევხვდით ერთმანეთს და ალბათ უკვე მიხვდით რომ ეთერშია ყველაზე სასაცილო და მხიარული გადაცემა ანეკდოტების რვეული. მოდით ერთად ვნახოთ რა მოგვიმზადეს ჩვენმა მეგობრებმა და გავატაროთ რაღაც და მხიარულად დღევანდელი საღამო. Реши, Михо. Мушок. И мушави генацвали. დედაკაცო. რაცი ეგ ტრაკი და ცოტა მომეხმარე კაცო. არ შემიძლია კაცო, ექიმმა მითხრა მძიმეების აწევა არ შეიძლებაო. ეგ ცოტა მაგრება. მოკლედ, ისე ელაპარაკება ეს ქალი თავის ქმარ ცოტა ხანში მძიმის კი არა ფეხის ამწევი აღარ არის. მეშვიდი ადგილი ვნახოთ. აუ შეხედე ვინ მოდის ბიჭო? გენანდი. დაუძახე ერთი ვინ? გენანდი, ბიჭო. მოდი აგ. ძალიან ბიჭო, მოდი ერთი ორი სიტყვა. ბიჭო. ბიჭო, გენანდი. თქვენებურა სულელი როგორა? აბდალი. და ჭკვიანი რა ბრა, ბიჭო. აქ ფერა რა ჩვენსკე. ნუ არ ვიცი ახლა მაგის შესატყვისი, ალბათ განათლებული აბდალი. მე-6 ადგილის ჯერია. გამარჯობა ბაჭირცემულა. გამარჯობა. ანალიზის პასუხი მეინტერესებს, მე ძალიან გთხოვ. გვარი? თოლორაია. სახელი? დავითი. იცით თქვენ სოფის ნიშნები გაქვთ. მართლა? სამწუხაროა, მაგრამ მადხები? სარჭირდება შენ. ანდერსენ? ნუ გეშინია, არ მოკვდები. ნუ გეშინია. კაცო შენ ხო მითხარით სოფიანი ხარო? კი? ხო და იმ სიას წერვის უნდა ვუკმინა. იმედია, იმდენი არ არის სიაში რომ მთელი ქვეყანა აყეფოს. სანამ შემთხვევაზე გადავიდოდეთ, მინდა ერთი ანეკდოტი მეც მოგიყვეთ. ახალგაზრდა მომხიბლავი გოგონა შედის მაღაზიაში და მაღაზიის გამყიდველი მამაკაცი ეკითხება ღიმილიანი სახით: "აბა რა უნდა გოგონას? გოგონას უნდა კარგი სასმელი, კარგი მანქანა, კარგი სახლი და კარგი მამაკაცი, მაგრამ ამ ეტაპზე პური მომეცით." მოდით მე-5 ადგილი ვნახოთ. მოკოკი. ხო მაგარი სასაცილოა. კი. ხოდა თავიდან მოვყვები. მაინცერი შედის მაღაზიაში და მოკლედ მე-5 კლასში იყო ამ ახალგაზრდებს ამ ამბის მოყოლა რომ დაუწყო და კიდე ეცინება. და ალბათ კიდე კარგ ახალს გაიცინებენ ამ ანეკდოტზე. მე-4 ადგილის ჯერია. მაიცა მიჩვენდი. დიპერით შენზე გავიგე რაცხა ნამეტანი პატარა ქონიაო.
რაჭორი განაცოლი ყოლია, ბიჭო. ვაი თუ ჩემზეც აქ ნათქვამი რამე და მესამე ადგილი ვნახოთ. შვილო აი ჩიტმა ამბავი მომიტანა რომ პლანს ეწევი და მართალია ჩიტებს შენ ლაპარაკები და კიდო მე ვეწევი პლანს? თუ მიხვდება ახლა რომ დედასაც დაარტყმევიოს 1-2 ნაპასი, მიტო გეუბნება შეგაიკაცი. აი, რა მიუხვედრელი ახალგაზრდობა მომდის რა. სანამ შემდეგ შემოგთავაზებდეთ, მინდა ერთი ანეკდოტი მოგიყვეთ. წარმოიდგინეთ ახალ შექმნილი ოჯახი, ახალგაზრდა მამაკაცი ქალი და ეს მამაკაცი ეუბნება თავის ცოლს. ძვირფასო დაიმახსოვრე რომ 3 უცვლელი წესი მაქვს. 5 შაბათს მეგობრებთან ერთად მივდივარ საბილიარდოში, პარასკევს მივდივარ რესტორანში და შაბათ კვირას მეგობრებთან ერთად სანადიროდ. კარგი, ცოლი ეუბნება. კარგი. ძვირფასო შენს დაიმახსოვრე, მე მხოლოდ ერთი წესი მაქვს. ყოველ საღამოს 9 საათზე მაქვს სექსი და არ მაინტერესებს სახლში ხარ თუ არა. მეორე ადგილი ჯერია. იმე საწავიდა ქაისთხა მარო გო შენზე გავიგერო მიხომაო ტყეში შაიტყუაო მაროცაო სუ კუსკუსით მისდევდაო მართალია იმე რა უნდა მუსოდა ჭურიკანა ხალხია ქა სადა ნახე სიქატყეეთი გაკუცული ტოტებდალე წილი მუხადგას კინაღამ არ მოჭრეს თავი ქა და დღეისათვის რაღა დაგვრჩა თუ არა ვნახოთ პირველი ადგილი თეთა ახ შეგენაცვალებდი რაღაცა გამარჯობა ენაცვალე გამარჯობა რასუნა რა კაი რამეა დიდო რა კარგია აია ხო მოგეწონა სადაურია შენი თაფლი სადაური აი ჩოხატაურისაა დამა ნაღდი წაბლის თაფლი სამკურნალო სიზარღვები გული ყველა მერზე გაია მაგი კარგი კი არის და სადაურიც გინდა იქაური იყოს კიდო მართლა რა კარგია რა ღირსა შენი თაფლი 20 ლარი რა იყო რა გაგიჩავი ასეთი კაცო 20 ლარი ბევრია მაგრამ ჭოპ აი კი არის კაცო კაი ამის მინდა ძამა აგერ შეყიდვა თუ გინდა იყიდეთ ვარა რა არ შეჯა მაკაცო ყველა მან უყურე რა იყო შეკაი კაცო რა ფუტკრის განავალს მამადლი თუ რა არის ვერ გავიგე აგი ძამა ფუტკრის რომა იმისა გამადლით ვარა ჩემი ჭამე რამდენიც გინდა ისე გამყიდველიც კი გამოიყურება ფუტკარივით რა სერჩი მოკლედ შემოკარგებო ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რახან დღეს ჩვენი ნერვების მომშლელი ოპერატორი არ არის ასე შვიდად და კარგ ვითარებაში ჩაიარა დღევანდელმა გადაცემამ იმედი აქვს მაყოფილები დარჩით და მე რაღა დამრჩენია თუ არა ის რომ დაგემშვიდობოთ საუკეთესო სურვილებით და უბრალოდ შეგახსენოთ რომ ჩვენ ერთმანეთს
ისევ ერთი კვირის შემდეგ შევხვდებით. კარგად ბრძანდებოდეთ. ვიღავ ვის სასწაული ხილული. იყო კაი.